გამარჯობა, მე ვარ გიგატავიძე. რამოდენიმე თვის წინ პირველად დავჯექი მანქანაზე თბილისის ქუჩებში. არ დაგიმალავთ და ვიტყვი რომ თავისებური ნერვიულობა იყო, იმიტომ რომ მაინც პირველად ვიჯექი და თად კარგად არ ვიცი ხა მოძრაობის წესები, მაგრამ ქალაქში გზებზე გავედი თუ არა, მანქანებში მივხვდი რომ სანერვიულო საერთოდ არაფერი არ მქონდა. ჩემი აზრით ქალაქში ესეთი მოძრაობა არის მარეგულირებლის ბრალი, რომელიც ისეთ ადგილზე დგას, სადაც მარტო ჩვენ ვერ ხედავთ, ის კიდე მთიულური სტეხილებით ანიშნავს, სხვა მძღოლებს აიცავდნენ. ამიტომ ესეთი მოძრაობის გამო მეგობრებო, რაც არ უნდა საწყენა ჟღერდეს, ძალიან დიდი ხანია თბილისი ურთიერთობა გერა, თბილისი არის საცობი. აი რომ ამბობენ ხო ის კოსმოსიდან ჩინეთის კედელი ჩანსო, ტყუილი ეგ არ დაიჯეროთ, ეგ ჩინეთის კედელი გერ არის, კოსტავას ქუჩა პიკის საათებში. მაგრამ ჩვენ ამის დაჯერება არ გინდა, ეგ კი არა, აი მარჯვენა სანაპიროზე რო დგახარ, მაგარ საცობში და მარცხნივ საცობს ხედავ, ესე იძახი, აუ იქ ნახე რა ხდება. რა ხდება ისეთი რაც სიმხარეს არ ხდება. აი თუ დამიჯერებ დავაკვირდი რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, კურსელებს საცობში უფრო ხშირად ხვდები ვიდრე რესტორანში. ჩემი საყვარელი საცობია სააკაძის მოედანზე, აი პროფესორები, აკადემიკოსები, ნასწავლი ხალხი, აი საუბარი რო გესიამოვნება, ისეთი საზოგადოება რა. მიყვარს იქაურობა, იმიტომ რომ იქ მე ჩემი საკუთარი ცხოვრება მაქვს უკვე. მეგობრებიც, მაკაცები, ერთ ბავშვს უნათლა ვაგერ დღე-დღეზე და ესე დავახლოვდით. აი თბილისი რო პატარა ქალაქია და აი ყველას ისნობს, კიდე ერთხელ საჩანს, იცით, აი რაღაცა პატარა ქუჩა რო გაიჩიტება, სადაც თავიდან 1-2 მანქანა მოძრაობს და ერთ კვირაში რო იქაც შეუძლებელია უკვე გავლა. საცობში დავამოღამე მძღოლების სხვადასხვა კატეგორია. პირველი კატეგორია არის მძღოლები, რომლებსაც საკუთარი დედის ფასი არ იციან. ანუ შენ რო 3 საათით გახარ ერთ ადგილზე, ვერ წინ მიდიხარ, ვერც უკან და ეს რო პროცესზე ჩაგირბენს. თვითონაც რო არ იცის, სად მიდის. აი დაკვირებული თუ ხართ ამ დროს როგორი სახეები აქვთ, ვითომ რაღაცა მნიშვნელოვანზე მიდიან. არადა რო კითხოს სამსახურები არ არის, არაფერი არ არის, სად გეჩქარება. ან პირდაპირ ჩამოწიე და თქვი, შუბლის ზარყვი და ტორმოზი ამიწყდა ერთდროულად. ვერ ვაჩერებ მანქანა ვინ რას გეტყვის. დამეთანხმებით ალბათ ანალოგიურ სიტუაციაში ვინც მოხვედრილ ხარ, ძალიან დიდი არის ცნობა იმისა, რომ შენც იგივე გააკეთო. ჩემი აზრით ადამიანს ზუსტად ესე ჩაუქროლა ვაშლით-ხელში ევამ თავის დროზე. მაგრამ ჩემგან განსხვავებით ადამიანს მტკიცე ხასიათი არ აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ აშკარად მეტი იყო ჯარიმა. ასევე კიდე მძღოლები, რომლებიც აი მთელი დღის განმავლობაში ალბათ მარტო იმიტომ გამოდიან გარეთ, რომ ვიღაცას მიუდგენ შუქნიშანზე მწვანე ფერზე უკან და სიგნალები აუტეხო, როგორც კი აინთება ეგრევე. ჩემი აზრით ესეთ მძღოლებს ესეთ სიტუაციაში წინ თუთებ, უნთებთ IQ-ს ნატურა. დამატებას ითხოვს. ამათ კიდე ჩეკი გონიათ და ელექტრიკთან მიყავთ. აი ამ დროს წარდები ყველაზე მეტად წარმოიდგინეთ სიტუაცია, აი წინაც მანქანა გიდგას, მარცხნივაც, მარჯვნივაც და ეს უკნიდან მომჯდარია და გისიგნალებს. ეს რა უკნა ავკეცო თუ როგორ გაგატარა. არ შეიძლება ჩემი ნერვულობა ბანკიც მეყოფა. მაგრამ აი სირცხვილი არის, უბრალოდ წარმოიდგინეთ, აი ქვეყნიდან საიდანაც კოსმოსში ჩაკრულო გაიგზავნა, იქიდან დღეს მარტო სიგნალის ხმები ისმის. არსებობენ კიდე მძღოლები, ნუ ძირითადად ახალგაზრდები, რომლებსაც აი ფორსაჟი და მსგავსი ფილმების სწრაფ მანქანებზე მარტო თავიდან აქვთ და ნახე. ანუ სანამ ყველა მანქანა და პატრონი მთელია. ჩაგივლის 280-ით გვერდით უზის ბავშვი და უკან დიდი ასოებით აწერია უფალო შეგვიწყალენ. რა ნამუსით შეგიწყალოს, მითხარი. ბოლო-ბოლო ხო უნდა დაგინახოს სახეზე, ვინ უნდა გადაარჩინოს. სამი საათის მერე გეწევა მფარველი ანგელოზი. რისი თავი აქვს? აი წმენისადმი ზუსტად ესეთი დამოკიდებულების გამო მე მჯერა რომ ღმერთმა განსაცდელი გამოგვიგზავნა ქალი მძღოლების სახით. აი დაკვირებული თუ ხართ ქალს როგორ უჭირავს საჭე ხელში. აი ისე უჭირავს გონია ხელი რო გაუშვას გაუვარდება. აი მაქსიმალურად როა ჩაბღაუჭებული ესე რა. ტალახაძემ ოლიმპიადა მოიგო, ესე მძიმე შტანგა არ ეჭირა, ხელში შენ რა გჭირს. აი დაძაბული რო არის, წინაც იყურება, იქეთაც უკან, აი დაჟე კორპუსის მე-6 სართულზე იყურება, რომ იქედანაც მანქანა არ გადმოვარდეს. ხო ხედავ, ისევ სამზარეულოსკენ გაგირბის, თვალი რაღაცით ანჯავ თავს. ან აი ვერ ხვდები ნებისმიერ სიტუაციაში როგორ ახერხებენ ქალი მძღოლები, რომ სულ მართლები იყვნენ. აი მანქანა მაინც ხوار არის, პერანგის საყელო, სადაც პომადა გაწყია და შენ ვერ ხედავ მარტო სხვა ქალის. ხო, ნუ მე დავინახე ერთი ქალბატონი, რომელიც თან სიგარეტს ეძებოდა, თან მანქანას მართავდა, თან მობილურზე ლაპარაკობდა, თან რაღაცას ეძებდა ცალი ხელით, ბარდაჩოქში. არ ჩანდა თუ არა დარწმუნებული ვარ ფეხიციტებით ფანდურზეც უკრავდა. ვერ გადავხედები, კარგად. ხო, ნუ არსებობენ მძღოლები, ყველა ერთად აღებული და ცალკე არსებობენ BMW-ს მძღოლები.
ჩემი აზრით BMW არის ერთადერთი მანქანა მთელ მსოფლიოში, რომელიც მხართეძოზე წამოწოლილი იმართება. ტიპი ამოგიდგება გვერდით და მანქანას ადარებს თუ დიალიზია შეერთებული ვერ მიხვდები. არება თუ გეზარებოდა ეგრე დილითაც ხო იწექი ლოგინში რაღაც დგებოდი. მაგრამ ჭკვიანური მანქანა არის BMW თუ ყავს საქართველოში შიმშილით არ მოგვდები. აი ზამთარში წარმოედგინე იტაქსავე, ზაფხულში წაიყვანე ბათუმში, სავარძელი ამოიღე რაფორმაცია აქ ისა და გააქირავე შეზლონგად. ფაქტიურად BMW თუ ყავს ინდმეც არ მეხარ უკვე. აი ნერვების მომშრომი მძღოლებზე გამახსენდა კიდე ერთი კატეგორია დარწმუნებული ვარ თქვენს გეყოლებათ ეგეთი მეგობრები აი მანქანაში რო ზიხარ და შენს მანქანის ცოდნას და ნერვებს რო ერთდროულად ცდის აი წარმოედგინეთ სიტუაცია ორნი ზიხართ მიდიხართ და უცებ გეკითხება ყუმბარის ხმა გესმის რა ყუმბარა სადა აქვს მანქანას ყუმბარა მანქანაში ვიცი ასაც ვხედავ მარტო მანქანის ქვეშ ბოლოს შევიხედე ბავშვობაში ის ბურთი შემივარდა მაგრამ უქნევ ესე თავს რომ ვიცი კი ვიცი. მე კიდე შეგეკითხება რაღაც დიფერის ხმა მოგწონს კიდე უქნევ თავს. ისე რა. კიდე რაღაცა შეგეკითხება კიდე უქნევ თავს და ბოლო-ბოლო ხვდები რომ სხვა თემაზე თუ არ გადადი, არაფრით განსხვავდებით ზაღლისგან რომელიც ტორპედოზე უზის. ჩემო მეგობარმა მოიყო ძალიან საინტერესო მიზეზით ეგ ზაღლი მანქანიდან. მეთქი რატო ამოიღე თქვა და რა ვიცი დაზაფრული ვყავდიო. მეგონა სულ რაღაცას ვაშავებ და ესე მიკეთებდა. მანქანებზეც ვისაუბროთ, ცოტაოდენი, აი ხო არსებობენ მანქანები, რომლებსაც თუ რაღაცას დავუმატებთ, შევუკეთებთ, ან რაღაცას უზამთ, უკეთესი გახდება. არსებობენ მანქანები, რომლებსაც არაფერი არ ჭირდებათ, გარდა შინაური ქათმისა. ანუ ცოტა ხანი რომ სალონში შევუშვა და ის პურის ნამცეცები და რაღაცები რომ გამოკენკოს. არსებობენ კიდე მანქანები, აი მაგალითად, რომლებსაც საკუთარი პატრონის ნომერი აწერიათ, სახელი აწერიათ პირდაპირ ნომერს, მაგალითად ზვიადი. ну, შეხედავ ნომერს და ხვდები რომ მაგარი ფულიანია ზვიადი, ხო? ну, აქაც კრეატივია უკვე საჭირო, იმიტომ რომ მომრავლდა ესეთი ნომრები. აი მაგალითად, ნომრის ადგილზე რომ მივაკრათ რაიმე ფასიანი, იგივე ფასიანი. მაგალითად, ბაჯაღლოს ტროიკა. ან ბინის გასაღები. ან რა ვიცი, ფიროსმანის შავი ლომი, არ ვიცი, რაღაცა უნდა მივაკრათ. შევცვალო ტაქტიკა. ну, აუცილებლად უნდა შევეხო კიდე ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს. ჩემი აზრით, მოსე რომ ყვითელი მარშრუტის მძღოლი ყოფილიყო, პირველივე რეისით გამოიყვანდა ყველა ებრაელს ეგვიპტიდან. აი, ხო ამდენი ვისაუბრეთ გზებზე საშიში სიტუაციებზე. აი, ყველა საშიში სიტუაცია რომელი არის, იცით, აი მესამე სამოძრაო ზოლიდან ოცილობს, მარშრუტის მძღოლი მგზავრი აიყვანოს გაჩერებაზე. აი ესე რაღაცნაირად. მაგრამ ამაზე საშიში სიტუაცია რომელი არის, იცით, აი კონკურენტი მძღოლი ოცილობს, ეს მგზავრი წაართვას. ძალიან უცნაური ხალხი, აი გზებზეც კი უცნაური ხალხი ვართ, მეგობრებო, მაგრამ პრინციპში რა გვიკვირს, ჩვენთვის ხო ახალ გზას 50 წლის მერე ახალი გზა ერქვა. ну, რაღაც არის შესაძლებელი, რომ ქალაქში მოძრაობა განეტვირთოს, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ესტაკადები და შემოვლითი გზები, მაგრამ არსებობს მეორე და ჩემი აზრით უკეთესი საშუალება ქალაქში მოძრაობის განსადვირთავად, რომ ჯერ გავაკეთოთ სხვა სოფლები და ქალაქები, რომ ხალხი არ გამოიქცეს იქედან. და ბოლოს მინდოდა მესაუბრა კიდე ტაქსებზეც, მაგრამ ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ აზისუმაში ვარ გასასვლელი, თან მერე საცობები იქნება და ზეგდილამდე უნდა მივიდე უეჭველიდან. დიდი მადლობა.